ოდესღაც ტიტანიკი ითვლებოდა ფუფუნების სიმბოლოდ და თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს გემად. მაგრამ თანამედროვე კრუიზული ლაინერები ბევრ მხრივ მას შორს უკან ტოვებენ. ტიტანიკის სიგრძე იყო 269 მეტრი, ტევადობა დაახლოებით 46,000 ტონა. მას შეეძლო გადაიყვანა დაახლოებით 2400 მგზავრი და თითქმის 900 ეკიპაჟის წევრი. შედარებისთვის, კომპანია Royal Caribbean-ის ლაინერი Economy of the Seas აღემატება 365 მეტრს სიგრძით, იწონის 250,000 ტონაზე მეტს და იტევს 7,500-ზე მეტ მგზავრს, პლუს დაახლოებით 2300 ეკიპაჟის წევრს. ტიტანიკზე იმ დროს წარმოუდგენლად ფუფუნებად ითვლებოდა კიბეები, აუზი და მდიდრული სასადილო დარბაზი. თუმცა თანამედროვე გემები ბევრად მეტს სთავაზობენ, რამდენიმე აუზს, აკვაპარკებს, ამერიკულ გორაკებს, სავაჭრო ცენტრებს და თუნდაც ყინულის მოედნებს. უსაფრთხოებაშიც ყველაფერი შეიცვალა. ტიტანიკზე მხოლოდ 20 ნავი იყო 3300 კაცზე, რის გამოც ყველას ვერ მიეცა გადარჩენის შანსი. დღეს კი მკაცრი საერთაშორისო წესები მოქმედებს, სამაშველო საშუალებები საკმარისი უნდა იყოს ყველა მგზავრისა და ეკიპაჟისთვის. გარდა ამისა, თანამედროვე გემები აღჭურვილია სატელიტური კავშირის, ნავიგაციისა და ამინდის პროგნოზირების სისტემებით, რაც ხელს უშლის კატასტროფებს, როგორიც იყო აისბერგთან შეჯახება 1912 წელს. თუ ტიტანიკი იყო ინჟინერიის საოცრებად საუკუნის დასაწყისში, თანამედროვე კრუიზული ლაინერები უკვე ნამდვილი მცურავი ქალაქებია, სადაც მთავარი ყურადღება ექცევა გართობას, კომფორტს და უსაფრთხოებას. გინდა რომ ამ ტექსტზე ვიდეოსთვის სცენარი ან ვიზუალი მოგიმზადო?